მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ბეჰემოთს, რომელიც მსოფლიო 13 ივნისის შემდეგ გაიცნო ზოოპარკში ახალი სადგომი აუშენეს. აქ ის მანამ იცხოვრებს, სანამ თბილისის ზოოპარკი რამდენიმე წლის შემდეგ უკვე ახალ მისამართზე გადავა. მანამდე მის სანახავად ყოველდღიურად უამრავი ტურისტი მიდის. ცნობილი ბეჰემოთი სახელად ბეგლარი, რომელიც 13 ივნისის სტიქიის სიმბოლოდ იქცა, ცივ ზამთარს ახალ სახლში გაატარებს. წყალდიდობის დროს მისი ვოლიერი დაინგრა. მთლიანად განადგურდა აუზიც. რამდენიმე თვის განმავლობაში ბეჰემოთი სპილოს ვოლიერში ცხოვრობდა. რადგანაც ზრდას მოყვარული ცხოველია, მას სჭირდება თბილი აუზი და ამიტომ სასწრაფოდ იყო ასაშენებელი სახლი და ამიტომ ძალიან მოკლე ვადებში ჩვენ შევძელით რომ აგვეშენებინა მისთვის ახალი აუზი, რომელიც საკმაოდ კარგი აუზია, დიდი აუზია, ღრმა არის, ანუ ძალიან კარგი აუზია ბეჰემოთისათვის. ბეგის ახალი ვოლიერი შიგნიდან თბება. ასევე თბება აუზიც, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ახალ სახლში ზოოპარკის ყველაზე პოპულარული ბინადარი ზამთარს გაატარებს. ზაფხულში კი ეზო სპილოებთან გაიყოფს. მისი ახალი სახლი არის გაუმჯობესებული, უფრო კარგი პირობები აქვს, ანუ უფრო სითბოში არის. ყველაფერი იდეალურად არის მოწყობილი ამ პატარა დროის განმავლობაში. აუშენეს ვოლიერის ერთ-ერთ ნაწილში შიდა ვოლიერი თავისი აუზით. გმირთა მოედანზე ბეგის სტიქიის ღამეს მოხდა. მაშინ როცა მისი საცხოვრებელი ზოოპარკის დიდ ნაწილთან ერთად წყალმა წაიღო. სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები მის დაჭერას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. საბოლოოდ ცხოველი ტრანკვილიზატორებით მოადუნეს და გამთენიისას ის ზოოპარკს უვნებელი დაუბრუნდა. ბრიტანეთის მოქალაქის ადრიან სკოფის მიერ შექმნილი სტიქიი დაზარალებულთა დახმარების ფონდით სწორედ ამ ბეჰემოთის სახელს ატარებს. თბილისის ზოოპარკის ბინადარი ბეგი მსოფლიო მედია საშუალებების ვარსკვლავი გახდა. თბილისის სტიქიის გაშუქება ბისას ფოტოები, რომელზეც ქალაქის ცენტრში მოსეირნე ბეჰემოთია გამოსახული, ბევრი გამოცემის გარეკანზე დაიბეჭდა. ცოტა ხნის წინ კი ბეგის სურათი Times-ის 2015 წლის 100 საუკეთესო ფოტოშიც მოხვდა. სტიქიის შემდეგ ბეჰემოთის პოპულარობა თბილისშიც გაიზარდა. მას ყოველდღიურად სულ უფრო მეტი მნახველი სტუმრობს. ძალიან მცირე ცხოველები დარჩა ზოოპარკში, მაგრამ რაც დარჩა, იმათი ნახვა ძალიან გვაინტერესებდა და რა თქმა უნდა ეს ჩვენი პოპულარული ბეჰემოთის ნახვა. 2 წელიწადში თბილისის ზოოპარკმა მისამართი უნდა შეიცვალოს. უკვე დამტკიცებული პროექტის მიხედვით ის თბილისის ზღვასთან ახლოს დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს. თუმცა მდებარეობის შეცვლამდე სტუმრებს ბეგის მონახულება ძველ მისამართზე უკვე ახალ ვოლიერში ყოველდღე შეეძლებათ.